მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ და ჩვენ ვაწარმოებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა, ბატონი ედიშერ გვენეტაძე არის ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, მეორე სტუმარი ბატონი ნოდარ კამპანაძე გახლავთ, მოგესალმებით ბატონო ედიშერ. მოგესალმებით ბატონო შალვა, დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორ ძანძებით, როგორ მიდის საქმე? ღვთისმადლით, ყველაფერი ნორმალურად, ყველაფერი ისე როგორც ჩვენი ქვეყნისათვის არის ყოველ შემთხვევისათვის ამ ეტაპზე. ხო, სოფლიოში მძვინვარებს ომები, როგორ იქნება სხვა ნაწილში ვითარება არ ვიცით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების წყალობით საქართველოში არის მშვიდობა და ეს არის ნანული რა ქვია მას ჯორჯოლიანი. ხა წერდა რომ თურმე აღმოაჩინა რომ საქართველოში ახლა სუფრები ადრე გურიაში იყო ესე და საქართველოს სუფრები მშვიდობის სადღეღელოთი იწყება და ეს მშვიდობის სადღეღელო ეს მარტივად არ არის მან ცოტა გძელი სადგელო არის აზრი აქვს თუ არა განუმარტოთ ეს ქალბატონ ჯორჯოლიანს მაგრამ რაგიღა საქმე გვეხება მომავალში ბესპიცი მინუტ ნაცების ლიდერს ხო პარტიის თავმჯდომარეს ესე რაოდენ სიმბოლური აი მიაქციეს ფსკერს მე მგონი რომ აი როგორც იქნა ეს მოხდა დეგრადირების დაღმავალი კიბე დამთავრდა დაღმავალი კიბე ეს ბოლოს საფეხურზე არის მან მშვიდობა მრავალ პლანიანი მრავალ ხედიანი იყო მშვიდობა იყო საზღვარგარეთ მშვიდობა იყო ქვეყანაში მშვიდობა იყო ოჯახში და როდესაც ოჯახში გაქვს მშვიდობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეუძლებელია შენ ქვეყანაში სუფევდეს რაღაცა საომარი იყოს საომარი საფრთხე და შენ მშვიდობა გქონდეს ჩვენ გვაქვს საომარი საფრთხე მაგრამ ღვთისმადლით და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ჩვენ შორსა ვართ რაღაცნაირად მოუცილდით აი ამ კერებს თუმცა სუნთქვა ისმის მე რატო ვამბობ გართულდა ძალიან რუსეთის და უკრაინის ამბავი. ვინმე ხო არ გონია რომ ჩვენზე ეს არ მოქმედებს. ესეთი გულუყურო არავინ არ არის, ხო? ამაზე მინდა კომენტარი რომ მიუხედავად იმისა რომ რუსეთი იბომბება იქაც პრობლემაა, იმიტომ რომ პრობლემა არა იმაშია რომ ცეცხლის ხაზზე დაპირისპირების ხაზზე არ მიდიან რუსები წინ, მიიწევენ, მიბობღავენ და შეიძლება აიღონ მთელი დონბასი. საქმე ისაა რომ პუტინს თავის დროზე მოუნდა ისეთი ომის წარმოება რომელიც მოსკოვში არ იგრძნობა და ისტორია ამისთვის ჯის მან ხალხი ვერ მოამზადა რუსები რომელიც მეომარიერია ვერ მოამზადა ესეთი გამოსვლისთვის და სწორედ ეს უტრიალდება ბუმერანგივით საქმე რაში მდგომარეობს იცით პუტინი როგორც ასეთი პუტინი ედარება ერთ ქართველ კაცს რომლის სახელი და გორელი მეჩექმის ბიჭს ჩემო ბატონო რომელმაც კაცმა რომელმაც თავიდან ბოლომდე მოამზადა რუსი ერი შეცვალა ის ფაქტობრივად ამ კაცმა იცოდა სულში რას ფიქრობდა რუსი როგორი იყო და როგორ უნდა მიდგომოდა მას და მოემზადებინა იმისათვის რომელიც თელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით მან იცოდა დღეს თუ ხვალ მოხდებოდა. ეხლა მისი გენიალობა რაში მდგომარეობდა და რატო ვლაპარაკობ ეხლა ამას. ყველას უნდოდა იმ ძალებს, რომლებიც მოდი ვთქვათ აშკარად დღევანდელ დღესაც მოქმედებენ მსოფლიოში, ისინი ასადაც ასულან. ისინი არიან ის ძალები, რომლებიც დღევანდელ დღესაც მსოფლიოს გადანაწილებაში უაღრესად ლომის წვლილს იღებენ. და მათი ეგიდით მიმდინარეობს ფაქტობრივად ეს ყველას უნდოდა რომ სტალინს დაეწყო პირველს ომი. სტალინი წარმოჩენილიყო აგრესორად. მაგრამ მან შეძლო რა? ეხლა ამას ისტორია იტყვის. აუცილებლად დღევანდელ დღეს შერისხულია და მთელი რიგი პროცესების გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მან შეძლო რომ აი ისინი გაეხადა მეგობრებად ვინც მტრები იყო. თქვენ წარმოვიდგინეთ. კაპიტალისტური სამყარო. ხო და საქმე სტალინის ამბავს ჩვენ დღეს ვერ გავარკვევთ. არა, სხვა რამე მინდა ვგითხრათ. რატო ვლაპარაკობ ახლა ამას? პუტინს. ხო. პირიქით. ხო. პირიქით ისე ეთამაშნენ, რომ პუტინი გააკეთებინეს ის, რაც მათ სურდა. აი ეს შედარება ლიბერალური პრობლემები მას უნდოდა რომ რუსეთი გამختارიყო მისაღები ვინმე ლიბერალურ თუ მათ იქაურ ევროპულ დასავლურ
ანგლო-საქსონურ სამყაროში, რაც შეუძლებელია. გამორიცხულია. ეს არ ვერ შეიძლება მოხდება. ანგლო-საქსები და რუსეთის იმპერია ერთად ვერასოდეს ვერ იქნება. როგორც გელი და სხვარი ვერაზროს ვერ მოძოს. რომელი ამ გელი და რომელი სხვარი ეს იქით იყოს რა. მე აი ამ წუთში ჩვენი გასარკვევი არ არის ორივე მგელია, კი ბატონო, მაგრამ არ შეიძლება მაგათი ერთად ყოფნა, გამორიცხულია. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ ვლაპარაკობ, რომ აი ეს დაპირისპირებათა სფერო, რომელიც დღევანდელ დღეს მიმდინარეობს, ეს არის საუკუნეთა განმავლობაში და საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობს ეს დაპირისპირება და ამავე დროს მექმნება დღევანდელ დღეს მე შტაბ-ეშტილება, რომ დღევანდელ რუსეთის მესვაურებს ეს გაცნობიერებული არ აქვთ. არც უკრაინას არ აქვთ გაცნობიერებული და უკრაინას რო გაცნობიერებული ეს ქონოდა, უკრაინაში არ მოხდებოდა ის, რაც ერთხელ და ორჯერ რამოდენიმეჯერ განმეორდა მხედველობაში მაგ ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციები, რომლის მიხედვითაც ნახეთ რა მოხდა იქა ფაქტობრივად. ჩემო შალვას როგორი სიტუაცია იცი? ეხლა სლავები, უკრაინელები და რუსები, ესენი ბაბატი სლავები არიან ესენი ყველა. რა თქმა უნდა. და თავარი ამოცანა რაში იყო? თავარი ამოცანა და მე აბსოლუტურად მესმის იმ ანგლო-საქსური ფენომენის, რომ ამათში მოხდეს მომხდარიყო დაპირისპირება. და დიდი სიხარული აქვს ახლა რომ ერთმანეთს ანადგურებენ. ეს საოცრებას მიაღწიეს, ჩემო ბატონო, ძალიან დიდ საოცრებას მიაღწიეს ეს. ის კი არა შეძლეს რომ სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაემტერებინა. ეგ იმიტომ რომ რუსეთის იმპერიას არასოდეს არ უარგოდა რბილი ძალის პროექცირება. ითიონ იძახდა მათი იმპერატორი ალექსანდრე იძახდა რომ ორი მეგობარი ყავს რუსეთს არმია და ფლოტი. კი და მართალი ეს მიდგომა ხო ხედავთ როგორ არის და პუტინმა არ განავითარა არც არმია და ფლოტი და არც რბილი ძალა და ამიტომ აქვს ეს პრობლემა. ვერ განავითარა. რატო ვერ განავითარა? მთელი რიგი პროცესი, იმიტომ რომ ოლიგარქებიც უნდა იქა. პუტინი რომ მოვიდა ხელისუფლებაში და მოიყვანეს ფაქტობრივად პუტინი ძარღვეულმა ძალებამ რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში, განშტოებები რა იყო, ვინ იყო და ვინ არიან დღევანდელ დღესაც. ოლიგარქები, რა თქმა უნდა. ეგ რუსეთის პრობლემებია. ჩვენი კოტე წაუღია, ჩვენი ქეთო ვიდარდოთ. საქართველოს მოახერხა აი ამ 22 წლიდან ხურობა საქმეა 5 წელი გრძელდება ეს სისხლისღვრელი მე-5 წელი. მოახერხა და ძალიან ბრძნულად. არავის რო არ ეგონა ისე რაღაცნაირად გაძრა რა. ჯერჯერობით ძრება მერტ კარგი ყულის მისმინე. ძრება ამ სილას და ქარიბდას შორის. ეხლა ჩვენ აქ რასაც უყურებთ ამ საცოდავი, გაძვალყავებული, გაფარჩაკებული ოპოზიციის სახით, ეს ამ სახით აი ამ ადამიანების სახით ხედულობაში მისაღები არ არის. იმიტომ რომ არ არსებობს რომ მათ მოიფიქრონ. არ არსებობს. დღესაც მაგალითად პრემიერის ვიზიტი იყო პარლამენტში. რამდენი რამე აქვს ოცნებას გასაკრიტიკებენ. აი რამდენი რამე, როგორ შეიძლება ხელისუფლება 2012 წლიდან დღემდე იყოს 14 წელი და არაფერი არ ქონდეს გასაკრიტიკებენ, ბევრი არ ქონდეს. მათ აიჩიეს რაღაცა სიგიჟე უბრალოდ. არ მუშაობს რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის კაცია, არ მუშაობს რომ აქ ბავშვებს ჭამენ, რომ კლავენ მოქალაქეებს, ეს არ იმუშავებს. და ეს ნიშნავს რომ საერთოდ ჩამოსაწერი არის ეს ხალხი. ჩამოსაწერი. არ შეიძლება ამათთან ლაპარაკი, ეშმაკებთან, ჭინკებთან, ეშმაკები ძალიან ისე მაგალითად. შალვა საქმე რაში არის იცით? ისტორია არის საოცარი მეცნიერება. ისტორია თუ კაცმა კარგად იცი და პროცესს ხედავ, აი ეს პროცესი აუცილებლად მიგანიშნებს მომავლის შესახებ. ყოველად გამორიცხულია სხვანაირად. რა მაქვს ახლა მხედველობაში? იცით, ეს ერზე ძალიან მოქმედებს. ერის ისტორიული გამოცდილება და ისტორიული მეხსიერება. ჩვენ ბოლო დღეს პრემიერმა ბრძანა, ბოლო 5 წლის განმავლობაში 4ჯერ თუ 5ჯერ იყო ცდელობა გადატრიალების. მაგრამ ხალხი და ხელისუფლება დადგა ერთად და გვიშველა ამან. რაც არ უნდა ძალა, ვიცი, უზარმაზარი ძალები წამოვიდა და უზარმაზარი ძალები დაფინანსების კუთხით და საზღვარგარეთ დახმარებითორე ხალხის მასები არ მაგას ვლაპარაკობ ზუსტად უზარმაზარი ძალები აი ფინანსური კუთხება თორემ მე თავში ვთქვი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა. ახლა რაში იყო ჩვენ გამოცდილება გვაქვს 90-იანი წლები. კი ბატონო 10 რა. ამ 90-იანმა წლებმა უზარმაზარი როლი ითამაშა ქართველი კაცის ცნობიერებაში. გარკვეულად ჩამკეტია კი. ფაქტობრივად აი ნახა და მით უმეტეს ახლა ჩვენმა თაობამ.
შენ ჩემზე უცროსი ხარ, მაგრამ მე მახსოვს კარგად. ჩვენმა თაობამ და ჩვენს თაობა არის იყო ფაქტობრივად ამ წლებში ძირითადი წამყვანი ძალა, რომელსაც სიტყვა ეთქმოდა და არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და ასე და ჩვენ მომდევნო თაობა. იმათთვის ეს იყო 90-იანი წლები დამთგუნველი. ყველას და ყველაფერს აიტანს ქართველი კაცი, მაგრამ იმის დაშვება არც ერთ შემთხვევაში არ ბატონო დარიმოვა ყველაზე ცნობილი სტატისტიკოსი საქართველოში და მცოდნე. მეცნიერული ანალიზის გამკეთებელი, სტატისტიკური ანალიზის გამკეთებელი, მისგან ვიცი და გავამეორებინებ. კიდე 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ მივახციეთ, ეხლა ხანს მივახციეთ 88 წლის ეკონომიკურ დონეზე. ეხლა ხანსღა მივახციეთ. შევხვდები ეხლა რა ხი იყო ეს? კატასტროფა იყო, კატასტროფა. თითოეული ჩვენთაგანს გვახსოვს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ომი და მე სახელმწიფოებრივი აზროვნების აბსოლუტურად კვდომა ადამიანებში რა. მერე ძმაზე გადამტარება, ოჯახის წევრების ერთმანეთზე და ეს ქვეცნობიერში იყო, არის ჩვენ თითოეული ჩვენთაგანის ქვეცნობიერში. ოღონდ ერთ რაღაცა სექტაში არ არის ეს, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა. ეგ ხა საკე სექტა რომელიც დაფინანსებით ყოველაფერ უბედურებაზე წამსვლელი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ ჩაკეტა ეს ყველაფერი. მე არ მინდა კონკრეტულად ვილაპარაკო მათზე, მაგრამ აი რა დონემდე უნდა დაეცე ადამიანი, რა დონემდე უნდა აი საერთოდ საღიაზისგან დაიცალო, რომ შემდეგი რამ იკადრო. იცით თქვენ ალბათ ახლა ერთ-ერთი მცდელობა იყო რენოვაციისა, ნაცების რენოვაციის გლისთავზე სახარების წაკითხვის, როდესაც ხაბემ გამოაქვეყნა რაღაცა დიდი მორწმუნეები და ასეთი რაღაცები. აპრილის თეზისები. არ ვიცი რა თეზისები. რომ თურმე ქალია, კაცია, ივნისის თეზისები. ოჯახი ქალის და კაცის ერთობაა, რომ LGBT თემი საქართველოში არ უნდა მართავდეს კულტურულ თუ სხვა პოლიტიკას, ამ გადმოსახედიდან არ უნდა უყუროთ, რომ ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტი, რომ რუსეთთან დიახაც ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყოველგვარი გაღიზიანების, მისი გაღიზიანების და პროვოკაციების გარეშე, პირველად ნახე ნასვა დაწერა ისეთი რაღაც, რასაც არ ეკავათები. თითქმის. თქვენ ნახეთ რეაქცია 1000 ჯურის ეშმაკის და ჭინკის ამ ძალიან სერიოზულ და სწორ ნაზე რა ქვია. როგორ არ ნახე სოციალურ ქსელებში, როდესაც ვნახულობდი ჩემო ბატონო, აი რაშია საქმე, იცი ძალიან საინტერესო ამბავი აქვს მოთხრობილი, მგონი რა თქვა მაინც ვიტყვი რა, მიხეილ ჭიაურელს. მიხეილ ჭიაურელს აქვს ასეთი რაღაცა. მამამისი ყოფილა მეკუბავეთ ძველ თბილისში. ხო და მიხეილ ჭიაურელს ყავდა ცხენი. ხო და დაადებდა ტაჭკაზე და მიქონდა ეს კუბო და ძველ თბილისში იყო ასეთი ტრადიცია, რომ ეს ამ კუბოს მიიტანდნენ ამ ტურისტ დასაფლავებამდე ცოტა 1.5 საათით ადრე და მე ჩააწვენდებდა და ასაფლავებდნენ. ხო და მიჩვეული მყავდაო ცხენიო და მიდიოდაო. მაგრამ რა მოხდა ერთ დღესო, ღამენათევი ვიყავი და ჩამეძინაო და გამეღვიძაო და ხედავ კივილია და მცემს ყველა მე. თუნდაც რა მოხდა რა, ქორწილში შესულა, სადაც ბევრ ხალხს ნახულობდა ცხენი. არა, ინსტინქტით. ანალოგიური სიტუაცია მაგათთან დამოკიდებულებაში რა. ზუსტად ეს სქიზმა ჩამოუყალიბდათ მათ, რომ ეს ასე უნდა იყოს და მაგათ twins ეხლა როგორ შეიძლება არ გათეთრების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, ჩემოშალვა. ეს არის აქსიომა და მაგ ხალხთან რაიმეზე ლაპარაკის ზედმეტია და ეხლა რაც შემოაგდო ხაბემ ვითომ მისი ჭკუით, უბრალოდ მას უთხრეს ჩემო ბატონო, მიაწვდინეს ხმა, იქნება ამით გავაკეთოთ რაიმე. იქნება რაღაც მოხდეს. ისეთი პუნქტებია, მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად უნდა დაუკვირდეთ ამ მანევრს, ეს რა თქმა უნდა ამ მისასთან არის შეთანხმებული. სხვანაირად ეს არ გაკეთდებოდა და თვითონ რას წერს ეს ივნისის თეზისები. მეც ხელს მოვაწერდი ბევრ მათგანს. საქართველოში არასდროს არ იქნება ერისქესიანი და ქორწინება. ოჯახი იყო და იქნება ქალი და მამაკაცის ერთობა. დავიდა. მეორე, საქართველოში ხალხის თავარი გამართული ყველა დროს, ყველა ეპოქაში ყორწმენა უფალს ნაცი ახსენებს. ვერთო სასწაულია. უფალს ახსენებს ნაცი. უფლის სიყვარული ქრისტეს მიერი სათნოებაა. რა სიტყვები ცოდნიათ, რა ხალხი ყოფილა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. როგორ აღარ არის შიო ისა შავრაზმელი და რუსეთის აგენტი აღარ არის? არ არის.
ასევე სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური ხარდაჭერა. როგორ აღარ ითვლით ბიუჯეტიდან გადახდელ ფულებს? საქართველოს კოლოსალური რადობის მოქალაქეა გაუვის სიდუხჭირეს. პაკისტანელები, ინდოელები ჩამოდიანო და არ შეიძლება ესო მიგრაციის, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება დღეს. და ევროკავშირში თუ შევალ, დაგვავალებენ და მივიღებთ, უკონტროლოდ მივიღებთ. ეს როგორ არის? აი ეს პუნქტი როგორ არის? მაინტერესებს. ანუ ევროკავშირში მიდივარ და პაკისტანი ჩამოთვლილი აქვს. პაკისტანელების მიღება არ უნდა? როგორ იქნება ეგა? როცა უნგრეთიც გატეხეს ახლა. 20,000 ევროს გადაიხდით ერთ კაცზე, ვისაც არ ხო და როგორ არის? როგორ არის ხა ეს? კარგი. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკა. კაი ერთი. შალვა, ერთი ქართული ფილმია, ჩემო ბატონო, სადაც ესა ალექსანდრე ჟორჟოლიანი თამაშობს და შვილის როლს თამაშობს შავგულიძე. ხო და ერთმანეთს ეწინააღმდეგება მამას შვილი, ხო და როგორი საუბარი ქონდა ალექსანდრე ჟორჟოლიანს და სიყვარულით ხალხში კოსტაიათ რომ მოიხსენიებენ, ჩემო ბატონო, დღემდე, ხო და ის ეუბნება, ერემო ხარ ბიჭო შენო? ზუსტად ანალოგიური სიტუაცია, ხაბი ანეტავი ეს ხაბეკი არ არის, ეს არის მიშასთან შეთანხმებული და ეს ეგ არის ნახევარუცნობიანი განტოლება, შენ მათემატიკა კარგად იცი და განტოლებაც აღარაა, ჩემო ბატონო რა. ესეთ სიტუაცია. ივანიშვილი უნდა მოვაშოროთ. ეს უნდა აი არ ვიცი, როგორ შეიძლება ასე პირდაპირ ჩვენი სლოგანები, ჩვენი ქართული ოცნების ხარდამჭერი ვარ მე და ამიტომ ამბობ. მისწრაფებები და ჩვენი რა ქართველებს რაც უნდა. ქართული ოცნება რატო იგებს? თუ რაც უმრავლესობას უნდა, იმას ახმიანებს და იმას აკეთებს. და ესე უტიფრად ქართულმა ოცნებამ მიაგნო იმ ელემენტარულ ჭაშმარიტებას, რომელიც ქართველი კაცისათვის არის დამახასიათებელი. რა არის ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი? ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი არის ის სამი რამ, რომელიც უანდერძა მას გენიოსმა ილია ჭავჭავაძემ, მამული ენა სარწმუნოება. ნახეთ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება. მეც მხარდამჭერი ვარ და იცით ამ ხელისუფლების, ჩემო ბატონო, აი ეს მთავარი ამის გამო რომ გარშემო რომ ტრიალებს და ეს აქვს ძირითად პოსტულატად მას წამოყენებული თელ საარჩევნო პროგრამად და ცხოვრებისში გასატარებლად ამის გამო აკეთებს იმას, რაც მან გააკეთა, უკვე მეათე არჩევნები მოიგო, ხო? თუ არ ვწდები, უკვე მეათე არჩევნები და თუ ამის გზას კიდევ ისე გაყვებიან და იქნება ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს და მეტი მინდა გითხრათ, წარმატებაში უპირველეს ყოვლისა მე რას ვრავს გულისხმობ. მე წარმატებაში უპირველეს ყოვლისა ჩემო შალვა გულისხმობ შვიდობას. იმიტომ რომ 35 წლის მანძილზე 14 წლიანი მშვიდობა ჩვენ არ ვქონია. 14 წლიანმა მშვიდობამ ჩვენ ძალიან დიდი რომ იტყვიან წინ წაგვიგდო ცხოვრებისეული გზა. კი და დავფიქრდით რაღაცებზე და შედეგი, მთავარი შედეგი არის მართლაც რომ მშვიდობა, მართლაც. და რის ხარჯზე ეს ხო ვიცით რის ხარჯზე ხდება? ეს ხდება ძალიან კონკრეტული ადამიანების, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე. პრაქტიკულად რა უნდათ ვერ გავიგე, უნდა დაწესება რაღაცა შეზღუდვების, სანქციების, კაცი გამოსწორდა რომ სანქციების ქვეშ ვარო უკვე. ნახეთ როგორი სიტუაცია. რომ ვერაფერი ვერ მოახერხეს. რომ საერთოდ ვერც ერთი მხრიდან ვერ შემოუარეს თქვენის ამ ტელევიზიას და იმედი დასანქცია. ესე იგი, ფაქტობრივად თქვენ წარმოიდგინეთ დემოკრატიის აკვანი, ხო შეიძლება ითქვას ასე, ხო? და სადაც დემოკრატიას ასე თუ ისე დღევანდელ დღეს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის დიდი ისტორია აქვს ბრიტანეთი აკეთებს კაცო ამას. რატომ აკეთებს? იმიტომ აკეთებს, რომ ვერ მოუხერხა ვერაფერი იმ მართალ სიტყვას, რომელი მართალი სიტყვაც ამ ტელევიზიებიდან ისმის. ფაქტობრივად, მოდი გადახედეთ ერთ რაღაცას. ამას ისტორია აუცილებლად იტყვის. ლომის წვლილი მიგიწვით თქვენ. ლომის წვლილი მიუძღვის მას-მედია, ლომის წვლილი მიუძღვის პლურალიზმს. რომ არ ყოფილიყო ამდენი ტელევიზია, რომ არ ყოფილიყო ასეთი გაშუქებები და რომ არ ყოფილიყო ასეთი მრავალმხრიანობა, მრავალი აზრის განფენილობა საზოგადოებაში, ჩვენ ბევრი რამ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ნახეთ ის, რომ ქართველი კაცი ჩამოყალიბდა, ქართველმა კაცმა გაიაზრა და ქართველმა კაცმა კიდევ ერთხელ მეორნებ, ცნობიერებაში გაიცნობიერა ის, რომ ეს ძალა, რომელსაც ქვიოდა
დამღუპველი ძალა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში გააკეთა ის უბედურებები, რომელიც გააკეთა და შემდეგ კიდევ მოწადინებული იყო იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე რამენაირად ქვეყანა ჩაება იმ უბედურებაში, რომელიც დღევანდელ დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, უთხრა ფაქტობრივად პრაქტიკულად გივით არგამაძემ უპასუხა 5+1 ის 5 პოსტულატი დუგინის პოსტულატებით. ხოცებზე მეტი ხოცობით გამარჯვებისკენ. ერთია რომ ვერც, მეორეა რომ სხვა ჩვენს აი ძალიან ვერც. არა შეჯდამწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. ეხა მე ხომ არ ვიცი ცეკვა და რომ რაღაცნაირად ქართული ხალხური ცეკვის ილეთები გავაკეთო, მაინც შემეტყობა რომ არ ვიცი. ასევე მოდი რა, ამათ არ შეუძლიათ ეკლესიის პატივისცემა, არ შეუძლიათ არც ჩვენი ტრადიციების პატივისცემა, ღირებულებების გაზიარება უმრავლესობის. ამიტომ სწორად მიხვდა გივით არგამაძე, რომ ეს შეუძლებელია. ვიბუყოთ ჭაობში, ანუ ჭაობი რა არის? ის 5 პოსტულატი არის ჭაობი. ხო კაია, გივით არგამაძე, რომ ამბობს, რომ ჭაობია ის 5 პოსტულატი, რომ ეკლესიას პატივი უნდა სცე. ვერ ითმენენ, ეს ხო მათი რაღაცა გასროლილი სიტყვა იყო, რაღაცა სიგიჟე. იმ გასროლილ სიტყვასაც ვერ პატიობენ, ხვდები? შალვა, ქართველი კაცის გამონათქვამი არის. კოკასა შიგან რაც ადგას, იგივე წარმოდინდებს. ეს ხალხი არის ამ სულიერებით აღზრდილი. ეს ხალხი ამისათვის, რასაც ეს თარგამაძე ლაპარაკობს, ამისათვის აფინანსებენ მაგათ, კაცო. ამისათვის აფინანსებს ის გარკვეული ძალა, რომელი გარკვეული ძალაც 20 ზუსტად 100 წლის წინ ანგრევდა ეკლესიებს. ეხლა თავად ლაპარაკობენ, ნახეთ რა გააკეთეს. რომელმა ძალამ შეასხა რაღაც საღებავით სამების ტაძარში. ხო. ვინ გააკეთა ეს? ესენი არ იყვნენ ესენი? მე შემდეგ ნახეთ როგორი სიტუაცია იყო მაგათმა მხარდამჭერები, როგორიცაა ის ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი, მაგათი ძმები, კოლექტიური დასავლეთი, რა თქმა უნდა, ხალხზე ლაპარაკი არის, იქ ჯანსაღი ძალებიცაა. რანაირ ნახეთ ჩემოშალვა რომელმა მუსლიმურმა ქვეყანამ არ გააკეთა ჩვენს პატრიარქის გარდაცვალებაზე გამოხმაურება. დარჩაკი რომელიმე? დარჩავინმე? არა, რასა ირანის ელჩის კომენტარი იყო ისეთი, რომ ირანელებს აქვთ ჩვენ დიპლომატიურ ენაში ამ შესანიშნავი აღმოსავლური ჩუქურთმების ჩაქსვა, მაგრამ ნუ ამან თავის თავს გადააჭარბა რა ეხა ელჩმა ძალიან იტყობა ნიჭიერი კაცია. მე რომ მკითხოს კაცმა, ხშირად მithქვამს და ამ თერშიც გამემეორებ. ეხლა ის წერილი, რომელიც მან დაწერა, ის ქრესტომატიაში უნდა შეიტანოს. დიპლომატიის და აღმოსავლური დიპლომატიის საოცრება გააკეთა. პრაქტიკულად ლიტერატურული აბა მითხარით, ამის სახელით ევროკავშირისაგან შეიყვეს. ასეთი დონის, ასეთი ნიჭიერი რო იყოს. თუნდაც ყველაფერს თავიდან რომ ნიჭი უნდა იმის დაწერას, ეგრე არა? რას ლაპარაკობს, შეგაიკაცო. და დავინახეთ ჩვენ მე დავინახე სპარსეთის მრავალათასწლიანი იმპერიის შთამომავალი. ეს კულტურა დავინახე. ღირსეული შთამომავალი, რომელსაც გაცნობი, აი ნახეთ რა კარგი რაიმე თქვით, იცი? ნაპოლეონი რომ მივიდა ეგვიპტის პირამიდებთან, მაშინ ჯარისკაცი 40 საუკუნე გიყურებთ თქვენ უკანო რა. ასეთი სიტყვებით რომ მიმართა, რატომ მიმართ? აი ზუსტად შეიძლება ითქვას, ეს გააკეთა ამ წერილით ირანის ელჩმა და მე კუბოზე მხარზე კი. ეს არის, არ ვიცი. მით უმეტეს მიეცე კიდე ყურადღება რა დღეებში, რანაირ დღეებში ჩვენთან რა იყო და მათ იქ რა იყო. იქ შეზღუდეს დღესასწაული. იქ შეზღუდეს თვითონ აზერბაიჯანელი დასახლებულ საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდეს დღესასწაული თავიანთი რელიგიური პატივის ქცეს რა და მასწეს პირველ რიგში. ამ წერილის ავტორებს მინდა უთხრა ერთი რამ კიდე ძალიან ნახეთ ისიც კი ვერ მოითმინეს და არ მოათმენინეს უბრალოდ 17-23 მარტს იქ რო ღრეობა არ ქონოდათ რუსთაველზე გამართული. ხო თქვით ავლაპარაკ. მარტს 17-23 მარტს მაგ როდესაც ჩვენი დასვენებული იყო გლოვა იყო მთელ საქართველოში და ეს წარმოუდგენელი ფაქტები იყო კიდე ნახეთ კაცი დგას კისერზე ღამის 4 საათზე ბავშვი ყავს ბავშვი ჩამოძინებული არის თავით მამის თავზე თქვენ წარმოიდგინეთ
ეს არის მე მაგალითად ბევრი რამ რაღაცები წამიკითხავს, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ასეთი ფაქტები სხვათა შორის მაგრამ თუ ყურადღება მიაქცევთ ამერიკის საელჩოს ბოლომდე განცხადებას ჩვენს ეკლესიასთან მიმართებაში. ესე იგი გეყოთ ტვინი დააკვირდნენ და მართლაც შეიგნეს როგორც იქნება ეს არის უდიდესი ძალა. თუნდაც პრაგმატულად ვილაპარაკოთ. საკრალურ მომენტებს თავი დავანებოთ და რა წერილები დაწერეს როგორ შეხვდნენ და რა მიმართვები გააკეთეს. გადასარევრო მართლა ამერიკის საელჩომ აბსოლუტურად სხვა მეტყველება გამოავლინეს. ელჩის წასვლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ვინც ჩამოდიან ახლა კიდე ამერიკიდან ხალხ მე მაგალითად ძალიან თვისებრივი ცვლილება მოახდინა. არის იმიტომ რომ მიხვდნენ ვის ეკუთვნის მორალური უპირატესობა ეკლესიას თუ ამათ შალვა მომისმინე რამიდან მეგობარო იცი გითხრა მამული ენა სარწმუნოება იმ კაცმა რო თქო ის იყო იმ თავში რო დავიწყეთ მაგრამ იმ კაცს რო უთხრეს მე შენ ხარ მეტიო თუ მე ვარ მეტი თუ ის არისო იმან უთხრა ის არისო რატო და იმ სოფლიო პრეზიდენტად გამოდგებოდაო და იმ სოფლიო პრეზიდენტი ტვინი რო ქონდა მას თავში მან იმიტომ თქვა მამული ენა და არ მოაცილა სარწმუნოება იმიტომ რომ ამ სარწმუნოებაზე დგას ეს სახელმწიფო კულტურული კოდი გეკატრება კაცო ჯერ კიდევ ის გელაპარაკება ნახეთ რას გეუბნება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მერჩულეს ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების რომელთათა შინაგ ენა ქართულითა ენეთა შეიწევს და ლოცვაი ყოველი აღესრულებისო შემთხვევითობაა ეგა და როგორც იქნა მიხვდა იმ იმპერიამ მიხვდა ეს და აქეთა როგორ გითხრათ ევრობიუროკრატია ახლა ფონ ლაიენები მაგას და კუბილეუსები და იუკნევიჩიანები და ასეთ რაღაცები ვერ მიხვდებიან და მე რომ მკითხო კაცმა ვერც უნდა მიხვდნენ საშინელება ახლა წერს ერთ ტელევიზორში რომ სადაც გადაუღიათ და ოცნების დეპუტატის ნაწილი პარლამენტიდან რესტორანში წავიდა 2-3 კაცის ვიდეოა თუ 4-ის ნუ ღმერთო ჩემო რა იდიოტები ხართ ხალხო როგორ არიცნოთ ადამიანებს საერთოდ ქართველებს კი არა ქართველებს საერთოდ არიცნოთ ანუ აი არიცით რაზე იმუშაოთ რაზე უნდა გაახუროთ რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი საერთოდ არიცნოთ იმ ქვეყანაში აი უბედურები ხართ რა სადაც ცხოვრობთ იმ ქვეყანაში ხართ izgoები რა შალვა რესტორანში და კარგი რამ მინდა გითხრათ სრულიად აი ზუსტად 10-იანში მოვარტყი და რატომ ახლა გეტყვით თემურ ლენგმა როდესაც ილაშქრა საქართველოში თემურ ლენგს ახდა ისტორიკოსები და რაშიდ ადდინი იყო ასეთი ერთი ცნობილი ისტორიკოსი იყო და რასწევს ბიჭო ამ ხალხსო მე ვერაფერი ვერ გაუგეო არიან ესენიო მიდიხარ ისაო ძიმე სიტუაციასო სვამენო ომია სვამენო ხინია სვამენო და როცაო მიდიხარ ახლოსო უცბად გაიქცევიანო და ისევ ნასვამები თავზე დაგასხმებიან კაცო გაიგონ ახლა რაღაც თქვი ახლა მეტი არა ჩემი მტერი მაგრამ სვამენზე არ არის მე სვავს ქართული სუფრა ზუსტად ამას ვლაპარაკობ და რესტორანში წავიდნენ და რა ხალხო რა დავაშავ ამით მითხარი იმდენი პრობლემა აქვს ხელისუფლებას როგორ შეიძლება ხელისუფლებას პრობლემა არ ქონდეს მაგრამ თქვენ ბიჭო რაზე უხურებთ საერთოდ მართლა მოგზავნილებ მართლა ის ხო არა მართლა კი რა ტვინში აქვს მოგზავნა დასავლეთ ტვინში აქვს ის ჩადება არა ვინ მოაგზავნა ერთი ისინა ნახო რა ახლა შეხედო რომ არსებობს ეს და ერთდაგიო რომ დაუხვევიათ ერთდაგიო არღანი რომ ბიზინა იმაშვილი რუსეთია ეს რუსები არიან რუსეთი არ მუშაობს გენაცვალე ვერ მტკიცდება ეს რუსული რო არის ეს ხელისუფლება ვერ მტკიცდება მე ასეთ რაიმეს გეტყვით მაგაძე მეტი უტვინვები მგონია მე ისინი ვინაც მაგათ აფენიასებენ ბიჭო ახლა როგორადაც უნდათ ისე გადასაყარი რომ მქონდეს მართლა გადასაყარი ტყვარს გავატან აგერ ჩემო ბატონო და მინგეჩაურის ყასელცავში მაინც ჩაიტანს და თებზე მაინც ზუთხები მაინც შეჭამს იქა ბიჭო იმ პარტიას როგორ დავაფინანსებ რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს იჩევს აბა ბიჭო თავმჯდომარეს მე გამაგებინე თუ ეს ჩემამდე არ დადის მაგ რა ხო რა თქმა უნდა გამგოგოს პროვინციალში კი არ არის საქმე კაცო ეგ არავის ну идиотკაა რა ჩვეულებრივი идиотკაა ჩემი რა იცი პარტიის განმარტებას თუ ეს გეტყვის რას ნიშნავს პარტია და რა მოვალეობა აქვს და რა ბიზნესი არ ვიცი შეურაცხყოფა არ გამომივიდეს артиллериას მოვიშველებ და ძალიან ბევრ რაღაც идиотურ გამონათქვამებს რაც მას მთელი თავის ცხოვრება შლეიფად გასდევს და
ეხლა მე ბევრს წერილ ამ გოგოზე, მართლა რაც გადავეკიდე, საცოდავი ადამიანი ვარ. რაღაცნაირად მინდა ხალხსაც მივანიშნო, რომ ეს არის ფსკერი ხალხი. ამის იქეთ აღარაფერი არ არსებობს კაცო. არტერია და არტილერიას რო არჩევდეს, ისეთი ადამიანი მაინც უნდა იყოს რა. ესე იგი, რო იძახდნენ გუშინ წინ ვიყავი რომელიღაცა ტელევიზიაში და იქ თქვი ასეთი რაღაცა. მე მინდა თქვა თქვენთან, იცით რა შეასაქმე? ფაქტობრივად სასამართლო არაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლო. აგერაა საკონსტიტუციო სასამართლო და აბსოლუტურად ყველაფერი, ყველნაირი სასამართლომ დამთავრებული არიან აბსოლუტურად ყველაფრით რა. ეს დამთავრებულია გიტლერის საქმე, დამთავრებულია. გურულები რომ მებებია ილიკო და ილარიონი რომ ნაცართან საუბრობენ. დამთავრებულია მაგარი საქმე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მაგარი დამთავრება, იმიტომ გიხარია რომ ჩვენი შვილები ქვეყნისათვის საკარგი, ქვეყნისათვის. ეხლა იყვნენ რა, შტერები იყვნენ და იდიოტები, ბოროტი იდიოტები არიან ეგენი არიან ბოროტი. ეხლა როცა შხამი ამოცლილი აქვს, ეხლა უსუსურებად გეჩვენება, მაგრამ აბა თავის დროზე შამი არ მოეცალათ. შალვა, საქმე რაში არის, იცით? ოპოზიცია ქვეყანაში ვერ შედგება თუ სანამ ესენი იქნებიან. დიდი მადლობა, ედი შერბენტაძე იყო ჩვენი ასესორი, ჩვენი ზვაკაცი ნოდარ კაპარაძე მოსულ მცირე ხანში. აი ნოდართან განვიხილავდით რესტორანში დასვლა, რომ გრეხია რა. ამ ჭუბის შემდეგ რესტორანში წავიდნენ. ნუ კარგი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის აჯენდა, რაზეც ოპოზიციური მედია, ეგრეთ წოდებული შმოპოზიციური მედია და ეს ეშმაკი შმოპოზიციონერები, ჭინკები აწყობენ თავიანთ ნარატივს. მათ გააჩნია როგორი არა, აი ვერ გავიგე. როგორი ინტონაციით იტყვი გააჩნია. აი მაგალითად რაღაცები, რატომ შეუყვარდა პროფესორს საკუთარი ქათამი და რა არ გაუმხილა მან ჩვენ ჟურნალისტს. პათოსით თუ იტყვი რაღაცას რესტორანში ჭუბის შემდეგ და ჭუბის შემდეგ რესტორანში წავიდნენ შერიგდნენ, ანუ შეიძლება შერიგდნენ. ჭუბის შემდეგ რესტორანი ძველ თბილისში ხა მოსული ამბავი იყო. ნუ კაროჩე ეს არის საიდან ისეთი განსხვავება მაქვს რომ ინკუბატორიდან გამოიჩეკნენ რა და ქართული ასწავლეს უბრალოდ რა მეტი არაფერი ისიც ცუდად აი ხა ვიღაცა ხალბატონი ფილფანია ვიკა ფილფანი სიმპათიური გოგონაა და ეხა ველოდები რომ გახარიას დიადი ოპოზიციური აზრი რას დააბრალებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას რომელიც ამდენი წელია და შეიძლება რაღაცები გააკრიტიკო ხო აი ხა რასაც პრემიერ-მინისტრი ეს რა არის რა გააკეთა ცუდი ჩვენო პრემიერ-მინისტრმა საშინელება რომლის პირობებში ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან საქართველოს შეწყვიტა ხო საქართველოს შეწყვიტა და მეორე სერდი რა ხერი იყო ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობით მე მაგ კითხვას ვსვავ მარადიულად რა ხერი ჩემი და შეიძლება იცი რომ შეიძლება აქეთ უსაყოდრო რომ აქამდე რატო იყო ჩემი და ევროკავშირის ევრో პერსპექტივის დამოკიდებულება იცი როგორიც არის და მაინდა-მაინც ნათელი მომავალს მე მანდ ვერ ხედავ მაინც და მაინც რა და ასე რომ მაგ სტრატეგიული პარტნიორობა თან მერე ვინ შეწყვიტა ეგეც საკითხავია ხო გარდა მაგისა ეხა თუ ლაპარაკობ უამრავი შეიძლება თქვა მთავრობაზე რა ვერ გააკეთა და რა არა მეორე ძალიან მაგარი ვის დროსაც ამოქმედა მოსკოვის მექანიზმი თუ ვინმე მიცოდეს ეს მოსკოვის მექანიზმი რა ეს ევროკავშირმა რომ მიიღო ეს მოსკოვის ამოქმედა და რა მოხდა რო ამოქმედა მოსკოვის მექანიზმი რა მივიღეთ ცუდი არც არაფერი და მე მოსამართლეები დასანქცირდნენ თქვენი მე რა პოსტივიც ხო დასანქცირდა მე მგონი მაგაზე მეკითხავ რომ სხვა რედაქციანი გაქვს აღსრებელი ხალხო უბრალოდ ის თქმა მინდა იცი რომ ამათ ასევე როგორც ეგრეთ წოდებულ მედიას რომელზეც ახლა ვლაპარაკობ რა ფოკუსი აქვს ანუ ეს ხალი გამოდის და იძახის ცუდი რაღაცები თქვას რაც გააკეთა ცუდი მთავრობამ და რას თქვა ეგ არც ერთი არა ცუდი პლუსია თავიდან ბოლომდე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა რას გვაძლევდა? არა, ხო უნდა ახსნა რომ ჩვენ ამერიკაში ამერიკული ინვესტიციები იყო მილიარდი და შეწყდა $1 მილიარდი ინვესტიციები. ეხლა ინვესტიციებზე გეტყვი ეგეთ საინტერესო სტატისტიკურ ამბავს. საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი რასაც სტატისტიკის სამსახური რეგულარულად აგვიღნებს არის მზარდი. მზარდია. მაგრამ ეს რამდენად არის ის ინვესტიციები, რის იმედადაც ჩვენ შეიძლება ვიყოთ სამომავლოდ. მე ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს და მათ შორის მთავრობასთანაც მაქვს ეს კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა. როდესაც მთავრობის კრიტიკას ამბობ,
ისიც უნდა თქვა, რატომ რაღაც რომ არ ვარგა, რატომ არ ვარგა. მერე უნდა თქვა, როგორ ჯობია და თუ იმასაც იტყვი, რატომ ჯობია, ეს ძალიან კარგია, ხო? და უბრალოდ არ ვარგა და შემდგომ რაღაც კლიშეებით ლაპარაკობ, რაღაცებს, ეს უბრალოდ გამაღიზიანებელია. სამი ტიპისაა მეთქი კრიტიკა, ბევრჯერ მithყავს. არის მისაღები კრიტიკა, როცა გეუბნებიან აი 4 საფეხური. არის გამაღიზიანებელი კრიტიკა, როცა გეუბნებიან რომ რაღაც არ ვარგა და მერე დიდხანს და მოსაწყენად იხსნიან რატომ არ ვარგა, მაგრამ არ გეუბნებიან როგორ ჯობია და არის გამაცოფებელი კრიტიკა, როცა უბრალოდ ამბობენ არ ვარგა და რატო და როგორ არაფერი. ხო, ეხლა რაც შეეხება კრიტიკას. კრიტიკაზე არის ესეთი უნივერსალური ფორმულა. კრიტიკის უნივერსალური ფორმულა. როგორი კრიტიკაა მისაღები. კრიტიკა არავის არ უყვარს. თუ იმდა გეუბნება რომ კრიტიკა უყვარს, ეს ან მაზოხისტია, ან ფარისეველი. ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება აუცილებლად. ორივე ერთად. ან ორივე ერთად, ერთმანეთს არ გამორიცხავს, ხო? წამალიც არავის არ უყვარს. კაცს ვერ ნახავ, აი ბავშვობაში კაცი. აუ, მაგარი წამალი დავლია. კალციხლორაც ხო გასმოდნენ ბავშვობაში, საზიზღარი რამე. რიბიჟირსაც. ხო, აი რომ წამოდი ახლა 100 გრამი კალციხლორატი ჩავარტყათ ვიღაცა, ხო არ იქნება ნორმალური, ხო? მაგრამ საჭიროა და სვავ, ხო? ასეა კრიტიკაც. მაგრამ ეს მისაღები კრიტიკას, აი ამის ფორმულა თქვა ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა იდეალური ფორმულაა რა. არ მოგწონს გააკრიტიკე, გვაკრიტიკებ შემოგთავაზე, გვთავაზობ გააკეთებ იყავი პასუხისმგებელი. ცალსახად. Не нравится критикуешь, предлагай, делаешь, отвечай. Иосиф Виссарионович Сталин. ვინ იქნება? Ну ახლა დაანებე თავი ავტორს, თვითონ ფორმულა არის თუ არა. არა, ავტორი მნიშვნელოვანია. ავტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორმულა არის თუ არა. ქართველებს აქ მასწავლებლების 2 ვაგონია შემოსული. ხო, ну გასაგებია, ხო. და ეს ის მიძინებულ მდგომარეობაში. ხო, და მინდა ეხავ ტვირთავთ. ხო, ეგ არის ქართველების პასუხი, რომ რაღაცაზე. ხო და აი ეს რა არის? ანუ რაღაცა წინაპირობა აქვს, რომ რაღაცა არსებობს, ესე იგი, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გოდოლი, ეს ამერიკასთან პარტნიორობა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა და შენ თუ აქ დეზავუირებას ამითისას ახდენ, რაც გავაკეთეთ. ეს არის საშინელი დანაშაული. ჯერ არ დამთავრებულა ამ მითის დეზავუირება, შალვა, იმიტომ რომ ბევრი ცნობიერებაში ეს იმდენად მყარად არის ჩამჯდარი. დასათვლელია. მათ შორის, აი დავთვალოთ, რამდენი ფული შემოიტანა ამერიკამ. არა, რამდენი ფული შემოიტანა, ეგ მარტივად დათვლადია. ჩვენთან ესეთი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებს ასეც ეძახიან, რომლის ლომის წილი მიდის ფინანსურ სექტორში, უძრავქონებაში, ენერგეტიკა და არაფრის შემქმნელ დარგებში, პრინციპში რა, გარდა ენერგეტიკისა და ენერგეტიკაში ცალკე სხვადასხვა ინტერესებია, მაგას ეგ ცალკე საუბრის თემაა. მხოლოდ რაღაც ჯამში 8-9% არის დამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა ერთად აღებული. 8% გულისხმობ მთელი ინვესტიცია. წლიურს ამბობ თუ წლიური. 8% არის ამერიკული? არა. ამერიკული არ არის. რამდენია ამერიკული? ამერიკული არ მახსოვს, მაგრამ რაღაც 5%-ზე ნაკლებია ჯამურად. ძირითადად არის ესეთი ძალიან ესეთი საეჭვო ოფშორული ქვეყნები. სადაც ზევ ქართული ფულია. კი, დიდი ალბათობით. მაგრამ ამ ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ ინვესტიციების არის დარგობრივი განაწილება. ხო. რეალურ ეკონომიკაში მიდის მიზერულად. ხო, აი ამერიკამ რამდენი შეიტანა? ამი თითქმის არაფერი. ხო, არაფერი. ნუ სტატისტიკური ცდომილების ფარგლებს არ ცილდება რა. როცა ჩვენ მაგალითებს ვუყურებთ, როცა თურქეთიც ან რუსეთიც ან კი დებენ ფულს აქ. რაღაცებს აკეთებენ. თუმცა საერთოდ მე როგორც ვაკვირდები, როგორც ეკონომიკის ისტორიას გვიჩვენებს, რეალური ეკონომიკის განვითარება რაც არის ახლა მთელი მსოფლიო რომ კრიზისში ამაზე უკვე არავინ არ დაობს, გარდა ძალიან ესეთი ორთოდოქსი ლიბერალებისა არავინ არ დაობს იმაზე რომ მთელი მსოფლიო ეკონომიკა არის ძალიან ალბათ და სრული სვლით მიდის უბსკრულისკენ. ნახტომი იქნება აუცილებლად. ოღონდ ეს ნახტომი იქნება უბსკრულზე თუ უბსკრულში ეს უკვე დამოკიდებული არის ქვეყანას და ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას და ამიტომ არის აუცილებელი რეალური ეკონომიკის განვითარება. მაგრამ არასდროს არავინ არ დაიცავს, არასდროს არავინ არ დაგიცავს. შენ დაგიცავს მხოლოდ და მხოლოდ შენი თავი და შენი
სწორად გააზრებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არის შიდა პოლიტიკის წარმოებული. ამერიკა მოგასწრეს იარაღს, რომ შენ ქონდეს სამოქალაქო ომი, მოკიდის იარაღს, რომ შენ ქონდეს პარტიზანული ომი რუსეთთან. ჩვენ ხო ვიცით. კი ბატონო. ამას პირდაპირ ეუბნებოდა. და ამას არავინ არ მალავს ბატონო ჩემო. უკრაინასთან რა ხდება? რა სტრატეგიული ურთიერთობებიც აქვს დასავლთან? ეგ გვინდა ჩვენ? რა თქმა უნდა არ გინდა. იგივე რას ევროკავშირის რასაც სპირდება. რასაც სპირდება ასოცირების ხელშეკრულებაში შავი თეთრზე წერია ეს ყველაფერი. არაფერს არ სპირდება იქ. ხმის უფლება არ აქვს ხო? არა, ეს ახლა დაამატეს კი. ეს როგორც რო იცოდეთ. ხო, წინასწარ რო იცოდეო რა. ხო. ეს ჩესნა. კი, პატიოსნ, ძალიან პატიოსნად არის სხვათა შორის ყველაფერი და ამას მოდით ნუ დაუკარგავთ რა. ამას გულწრფელად გეუბნები. აი ეს არის მახეეუნები. ოღონდ არის ერთი პატარა რამეა რა. წვრილად წერია. როგორც კი, ხო, წვრილი შრიფტით წერია და როგორც შენ თუ ესე იგი აღმოჩნდი საზღარი ადამიანი და წაიკითხე ეს ყველაფერი და თქვი მე ეს როგორ აი გრო შეედაო დაუყოვნებლივ იწყება დეციბალებით გადაფარვა შენი აზრი. შენ რუსი ხარ ხო? ხო, ნუ რუსეთ უმე ხარ. და მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი რომ ამ ტერმინის მთქმელთა საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ტერმინის წარმოშობის ისტორია არის. არის ეს ძველი ტერმინი. იმიტომ ახლა ლავრენტი არდაზიანი და ეგეთი რთული მატერიები, ახლა პიესა გაყრა და ეგეთი რაღაცეები, ნუ ამეტანია რა. და მესამე ძმა რუსეთუმე, ტანცი მანცი, ლავხაუმე და ამდენი. არის. არა, ნუ არა უშავს. ხო, მაგრამ სწორედ ამაზე კოგნიტიური დისონანსი მეუფლება, რომ ტიპები, აი, გამოვიდა გახარია, ხო? გახარია ხო ნაცია არის ხო? არის ხო? არა, ნუ რაც დაემართა, ჯერ თავიდან მიატოვა, გაიქცა. ციხეში ესენი ჩაჯდნენ, ხო ხედავ ესენი. ეს არ ჩაჯდა ციხეში, ხო, გაიქცა. გაიქცა, ნუ აი დამთავრდეს, ხო და ლოგიკურად არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი. მაგ უგაცრად ეგ პერსონები ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. კი ბატონო, და ასეთ რაღაცებს ამ გუნდის წევრები, რომ ეუბნებიან, რომ დასანქციდან მოსამართლეები. აი მოსამართლეები დასანქცია. მოსკოვის მექანიზმი რა? კი ბატონო. რა დაგვიშავ? მე ვერ ხვდები. საშუალო სტატისტიკურ ქართველს აუხსენით რა არის? აბსოლუტურად არაფერი. ეხლა მიდი შანტაჟი ვიზების გაუქმებაზე. შანტაჟია ცალსახა. კი ბატონო, დაუშვათ გაუქმეს ვიზები. და ეხლა ვიზების არ გაუქმებისთვის რა სიტყვენ? მოდით ეს თქვა ჯერ. ხო. ვიზების არ გაუქმებისთვის პირდაპირ ითხოვენ რომ კანონი ამოიღო ორი LGBT კანონი, გამჭვირვალობის კანონი. კი ბატონო. ეხლა რა შეეხება იმ წეღან რაც თქვით ჩვენ რომ მითები ბოლომდე არ არის დეზავუირებული. აი მაგალითად მე ადრე ჩავატარე გამოკითხვა ესეთი. რამდენი არის ევროკავშირის და ნატოს წევრობის მომხრე საქართველოში? ეგ ხა. ოღონდ იმ გათვალისწინებით რომ იციან რა არის ეს. ოღონდ ერთი წამით. ოღონდ ეს პირველ კითხვაზე გინდა თუ არა წევრობა. ის რასაც ამბობენ ეს 85% მინდა. კი, ეს ნამდვილად ესია. პირველ კითხვაზე ესეთი პასუხები არის. 85% აქვს მინდა ევროკავშირის წევრობა. მაგრამ შემდგომ დამაზუსტებელ კითხვებს რომ დაუსვავ, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ამას. ხო, LGBT დღის წესრიგით, იმიტომ რომ ეს ყველაზე უფრო საზოგადოებრივ ცნობიერებაში ყველაზე უფრო ხშირად ეს ვინ იტყვის რომ ესე არ არის? რომ მოითხოვენ მაგას. მაგას მე გადავიდე. მოითხოვ. გეტყვი რამდენ პროცენტზე ჩამოდის თანხმობა? ეგრევე რამდენი? 12-ზე. არ არც. 85-დან 12-ზე. არ არც ჩამოდის. ესე გაზომილი. ნატოზე. ნატოს ევრო, რამდენი? აქაც ისე 85-86%-ია დაახლოებით ესე, რომ ამოს ნატოს ევრობა მინდა. და შემდგომ დამაზუსტებელი კითხვა. თუ დადგება არჩევანი, ნატოს წევრობა თუ ტერიტორიული მთლიანობა, რომელს აირჩევ? ნატოს წევრობას ტერიტორიულ მთლიანობას ამჯობინებს მხოლოდ 15%. არა გახსოვს მაგ ფორმულის შეძრომას დღის წესრიგში აპირებდნენ ვიღაცეები ჩევლის დონეზე ტიპები რომ აიო რა კარგიაო რომ დათმოთო ესო თქვენო ეს მეხუთე მუხლიო არ გავრცელდებაო იმ ტერიტორიებზე დათქმითო და ცილობდნენ კი ბატონო არა მესმის ხო და ახლა მოდით ის თქვა წეღანას თქვი ის LGBT იმიტომ დავსვი ეს კითხვა იმიტომ დავსვი რომ ეს ყველაზე უფრო ცნობილი და საზოგადოებრივ ცნობიერებაში ზის თორე ახლა მე დამეწყო ახლა რომ
ევროკავშირის დღის წესრიგი და ასოცირების ხელშეკრულების მეორე კარში განხილული ფიტოსანიტარიული ნორმები, რომელიც შეპროდუქცია ვერ გადის. ხო, ვერ გადის. ახლა რუსეთშიც ვერ გადის. ამხელა ვეფხისტყაოსანს რომ მოუყვები რესპონდენტს შეინჭირიმე არ გახსოვს საერთოდ მომიშვი თავით ამანებდა მეოთხე კარი საგარეო ვაჭრობის რეგულირება, რომელიც იმპერატიული დირექტიული წესით შეუძლია აგეგზავნოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და ხმისუფლება რო არ გაქვს და მონასავით რო ხარ. ხმისუფლება ეგ კიდე ცალკე ეგ უკვე იურიდიული ასპექტები. მე ეკონომიკურ ასპექტებზე ვლაპარაკობ. თუნდაც ეკონომიკურ ასპექტზე რო არა გაქვს. არანაირი პერსპექტივა არ გაქვს განვითარების. ეს ყველაფერი არის იმიტომ, რომ კაროლინგური ბირთვის ქვეყნების უპირატესობა, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ყველანაირი უპირატესობა შენარჩუნებული იქნა საწდამარადის და ეხლა ისიც გითხარი ძირფასო სტატისტიკოსო ვინც გახდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ბულგარეთი, იქ რა მდგომარეობა? იცით ეკონომიკური ზდები მეტნაკლებად რაღაცნაირად შეიძლება არის მიღწეული, დემოგრაფია კატასტროფა. იქ ფერო მივტირით ეხლა. კი, სხვათა შორის ჩვენთანაც არანაკლები კატასტროფაა, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში სხვათა შორის საინტერესო რა არის? თელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე დემოგრაფიული მდგომარეობა არის უმძიმესი გარდა შუა აზიის ქვეყნებისა, გამონაკლისია ტაჯიკეთი, აზერბაიჯანშიც. ეხლა რეგიონში უკვე ყველაზე მაღალი შობადობის დონე არის საქართველოში. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი. ირანშიც კი ჩვენზე დაბალია ცოტა, მაგრამ ჩვენთან ობიექტურად დაბალია შობადობის დონე და სიკვდილიანობის დონე შობადობის დონეზე მეტია და რატომ ეს არის გამოძახილი იმის რომ მოსახლეობის დაბერება მიდის უკვე დიდი ხანია და ამიტომაც ჩვენთან სიკვდილიანობის დონე უფრო მაღალია ვიდრე რეგიონის ქვეყნებში. ეს სერიოზული პრობლემაა, სხვა შორის ამაზე პატრიარქმაც ისაუბრა და კი, ახალმა პატრიარქმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, ოღონდ ამის მოგვარება არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც თითების გატკაცუნებით და უცებ მოგვარი და რაღაც მთავრობის განკარგულება ეყოფა ამას. ამას უნდა მთელი ღონისძიებების მთელი წყება. რომ ერთი შობადობის დონის ამაღლებას უნდა მეორე შობილი მოსახლეობის განათლება ბატონო ჩემთელი ამ სისტემური რეფორმების თემებზე მეტის დახარჯვა. კი, დახარჯვაზე უფრო მეტად გარემოს შექმნა. დახარჯვა, ამაში დახარჯვა. იმიტომ რომ აი მაგალითად მე ახლა სამ შემოვიდოდით ერთ საუბრობდით. განათლების სისტემაზე როდესაც არის საუბარი, განათლების სისტემაში ხო ვისაც არ უნდა კითხო, ეს ძალიან მარტივი არის და ყველა პირველ მიზეზად ასახელებს, რომ აი სახსრები არ არის საკმარისი. დამიჯერეთ რა ქართულ განათლების და გინა ჯანდაცვის სისტემაში მთელი აი ერთი ორი დიდი ქვეყნის ბიუჯეტი რო ჩატენოდა კიდე ხურდაში ერთი ორი კიდე მიაყოლო. ისე დაიხარჯება ეს ფული, რომ ეფექტს ვერ მიიღებ ვერაფერს, იმიტომ რომ აქ არის სისტემური პრობლემები. როდესაც სისტემური პრობლემებია, სისტემურ პრობლემებს ტრივიალური თერაპიული წესებით ვერ ღონისძიებებით ვერ მოაგვარებ. მე ვარ საბჭოთა სკოლის მოსწავლე. მე მასწავლებლები სკოლაში ყურებს მიწევდნენ ვილადოთ. მეც კი. ახლა ხდებოდა. ხო. და მასწავლიდნენ. ეხლა მე დღევანდელ სკოლას უყურებ. ბიჭო რატო არ ჯობია ის სისტემა, კი კომუნისტური, კი ამ სისტემას სოდნა რო შეადარო. სოდნა. ხო მაგით იწონება. სწავლის ძირი მწარი არის კენტეროში გატყულდება. აი მაგას სოდნა რომელიც აი ბავშვის უფლებებზეა საუბარი. ბავშვის უფლებები არის სწავლოს. მე სულ მინდა სწავლა. იუნისეფი ამბობს ხოლმე ხშირად ესეთი ბავშვის საუკეთესო სურვილები. რა არის ბავშვის საუკეთესო სურვილი? არაფერი არ აკეთოს და იყავ თამაში. რა თქმა უნდა, ეხლა შენ მაგალითად მითხარი თუ ოდესმე წყენია გაგვეთილი რომ გაგიცნო. რა შქვია? და ოდესმე წყენია რომ არ დადეგები მოვიდა და რა იდიოტი უნდა იყო რომ ფახ რატო არ დავდივარ სკოლაში. ხო, და აი მაგაცმა თქვა ესეთი რაღაც მე-18 საუკუნეში ნუგენანების სწავლაზე ღრმის წყებლისცემით ტკივილი მალგამთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი რა მოიზარდოს მოყვინჩლდეს მამლურებრ შექმნას ყივილი ეცადე მისგან წყენაზე არ რაზედ შექმნა ჩივილი. ესეა რა. ხო და რატო ხდება ისე რომ მე ბნელი ბავშვი რომელიც კომუნისტების წყნეხ ქვეშ ვიცოდი ჩემმა კლასელებმა გაცილებით მეტი იცოდნენ მაშინ საცხოვრებელ სტატისტიკურად ვიდრე დღევანდელმა თავისუფალმა ბავშვმა.
ცოდნა ხო ისეთი მნიშვნელოვანი თემა. იცი, საერთოდ სწავლა, ცოდნა და ესეთი რამეები, ესეთი რაღაც არის, რომელიც თვითდინების რეჟიმში ვერასდროს ვერ მიიღწევა, იმიტომ რომ თვითდინების რეჟიმში თავისუფალ გარემოში, ანუ ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე ვექტორი აუცილებლად დეგრადაციისკენ არის მიმართული და ეს გარდაუვალი, ეს მათემატიკურად შეიძლება ამის დამტკიცება რა. როგორი რამე არის, ცით როდესაც ვაშენებთ სახლს, აი მაგალითად ზუსტი ანალოგია რა. ბეტონი უნდა ჩავასხათ ყალიბში აპალოვკას რომ ეძახიან. მერე დავეროდოთ რამდენიმე ხანი რომ ეს ბეტონი გაქვავდება, მერე მოხსნათ ეს ყალიბი და ეს კედელი იდგება აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ხო? რაღაც ყალიბი საჭიროა. ხო, ამიტომ ყალიბი საჭიროა, მაგრამ ეხლა მოდი დავიწყეთ ჩვენ ბეტონის უფლებათა დამცველები გამოვიდნენ და არ უნდა და ბეტონის საუკეთესო უფლებების დაცვა იქნება, არ უნდა ბეტონს ამ ყალიბში ყოფნა. აი ბატონო და ვასხავთ ბეტონს, თქო თავისუფლად ვასხავთ. მივიღებთ რაღაც ბეტონის უფორმო გროვას, რომლის უტილიზაციაც გაცილებით უფრო ძნელი და საქმეა და თავისტკივილი, ვიდრე საერთოდ რო არ დაგვეწყო მშენებლობა. ხო და აი ესე ვიღებთ ახლას რა. აი ესე ბეტონის უფლებებს ვიცავთ. და მე გვიყვი შენობა რომ არ არის და მე მურმანლებანიძეს აქვს კარგად ნათქვამი. ყრიათ ლილიქوادს ხეთყეთ შენობად ქოხის არ ჩანს და ნეტავ რატომ არ ჩანს? იმიტომ რომ ბეტონის უფლებები ასე. ხო, ესეც მანდაც მისახედია ჩემი. რა თქმა უნდა, ეგ საბჭოთა სისტემა, რუსიული სისტემა იყო. ეგ არის თუ არა? საიდან აიღეს რუსებმა ეგ სისტემა? ეგ არის თუ არის მისახედი და კი, პრუსიულიდან გადმოიღეს მათ შორის ბისმარკმა დანერგა ეს გერმანიაში და ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც ახლა ჩემი რომანის პერსონაჟი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის რომ უდავო ჭკვიანი კაცი იყო და გერმანისთვის კარგი უნდა და უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო, მაგას საუბარი არ არის. ოტო ფონ ბისმარკს აქვს ეგეთი ნათქვამი, რომ ომს იგებს არა ჯარისკაცი, არამედ სკოლის მასწავლებელი სოფელში. და ცნობილი არის ესეთი, რომ კაცობრიობის ისტორიაში არმიებიდან ყველაზე უფრო ბრძოლის უნარიანი ელემენტარულ შენაერთად, აი როგორც რომაულ ჯარში, ლეგიონში იყო მანიპულა, ათეული, 20-ეული და ასე შემდეგ. ყველაზე ბრძოლის უნარიანი ერთეულად მიჩნეული არის რაიხსვერის ათეული. პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, აი მოლტკეს სკოლის გერმანიის არმიის რაიხსვერის საბრძოლო ათეული, რომელიც აუცილებლად კომპლექტდებოდა თანაკლასელებისგან. აი თანაკლასელებისგან ისინი სამი მეგობარი გამახსენდა ახლა. ზაპადნემ ფრონტებს სხვათა შორის ის სამივე მეგობარი, რობერტ ლოკამპიც, ოტო კესტერის და გოტფრიდ ლენცის იყვნენ კლასელები. ძმაკაცები კლასელები. კი, და იქიდან მოდიოდა. კი ბატონო. ნუ ნახოთ რა იქნება. მე მგონი ყველაფერი იქნება კარგად. რა თქმა უნდა. ავიმედით ჩვენ გშორდებით დროებით, იმიტომ შემდეგი პარასკევიც მოვა აუცილებლად შემოძვიფასო მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე, მადლობთ.